2 წლის უკან გამხადდა ცუდად და აღმომაჩნდა თავში გლიომა მეოთხე სტადიის დასაწყისი. გამოვიდა ასეთი დიაგნოზი, რომ გლიომა არის ტვინის პირველადი სიმსივნე. ჩემი დიაგნოზი კლასტერული თავის ტკივილი, გამწვავებული უკიდურესი ფორმით, ტკივილები იყო გაუსაძლისი. 2019 წელს მოვხდი ავარიაში. მაგის მერე დამეწყო რაღაც ხმების სმენა ურებში. 7 თვის უკან ჩემქმა მიიღო ინსულტი. გულის ინფარქტი გამემართა. ინფარქტის შემდეგ გულის აღმავალ არტერიაზე გამემართა დაავადება, რომელსაც ქვია ანევრიზმა. მძიმე დაავადებათა მთელი პალიტრა, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები, მრავალფეროვანი ჩივილები და ყველას, როგორც ერთს, საერთოდ დამაკავშირებელი ხაზი, უიმედობა სასოწარკვეთა. ეს ის პაციენტებია, რომელთაც სხვადასხვა დროს სხვადასხვა ჩივილებით მიაკითხეს რეგენერაციული მედიცინის ამერიკულ ცენტრს რეგმედს და საკუთარი უკვე მძიმედ დაზიანებული ჯანმრთელობა არაერთი სამედიცინო დაწესებულებისა და ექიმის შემდეგ ცენტრის დამაარსებელს საქართველოში რეგენერაციული მედიცინის პიონერს თენგიზ ტყებუჩავას მიანდეს. მოვედით ბატონ თენგიზთან. ეს ყველაფერი მოუყევით ჩვენს მიმართ და ბატონმა თენგიზმაც უსაყვარლესი სიტყვები გითხრა და დამაიმედებელი რა. ამ სხიური თერაპია რო ჩაიტარა ადამიანმა და ამდენი დასხივება მიდიოდა, კერა იყო შეშუპებული დარჩენილი მაინც. რახან შეშუპების კერა იყო დარჩენილი, მდგომარეობა როგორ იყო გაუმჯობესებული იყო, მაგრამ თავბრუსხვევა მაინც აწუხებდა ადამიანს და დისკომფორტის შეგრძნება ყოველთვის ჰქონდა. რაღაცა ცოტა სმენის დაქვეითებას ჰქონდა ადგილი. ბევრი პროცედურა ჩავიტარე, ბევრ კვლევაში ვიყავი, ბოტოქსი, ყველაფერი უშედეგო იყო. ბატონ თენგიზთან მოსვლის შემდეგ დავიწყეთ ფოფის პროცედურასთვის მომზადება. ყველაფერზე ხელი მქონდა ჩაქნეული, რომ მითხრეს, რომ აქ წამოსულიყავი და კურნალობა ჩამეტარებინა, ძალიან დიდი ხანი მეხვეწნენ. რომ წამოდი, ეგაც ვცადოთ, აი აღარც ექიმთან მისვლა მინდოდა და საერთოდ აღარც არც სიცოცხლე მინდოდა რა. 1 წამი კი არა, 1 მეტრი მეკლდა, რომ ყველაფერთვის ერთილი დამუშვა. კურნალობდი თურქეთში, მერე იტალიაში და რუსეთშიც ვიყავი, მერე რეაბილიტაციას დავდიოდი კიდე. რეგმედზე გავიგე, ნათესავის შესახებ მოვედი და სამშაბათს გუშინ წინ გავიკეთე სისხლის გაწმენდა. ჩავიტარდა შულწირება, ეს იყო 2019 წელს, ანუ 5 წლის წინათ. მოგეხსენებათ, ინფარქტის და შულწირების შემდეგ ადამიანს, ეხლა ყველა ჯვარი წერია, რა თქმა უნდა, მაგრამ შიშთან ერთად თვითონ აი მოძრაობის რაიმე ფიზიკური დატვირთვის შიში მიჩნდებოდა და როგორც მითხრეს, რომ 3 კილოგრამზე მეტი არ უნდა აწიო და ასე შემდეგ. ასვლისას ფქიბეზე უნდა თხილად ახვიდე და მრავალი სხვა დარიგება მქონდა. და აი ესე ცხოვრობდი. თან ახლა წლებსაც თავისი მნიშვნელობა აქვს, აგერ რამოდენიმე თვეში 75-ისა გავხდები და ამდენად ახლა ფიქრობდი, რომ დამთავრდა ჩემი ცხოვრება და ეს აქტიურობა, რა თქმა უნდა, აღარ შეიძლება იმ რაოდენობით, როგორც აქამდე იყო. ამასთან ერთად ჩემი ქალიშვილი, რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს, ჩამოსული იყო და ერთ-ერთი პროცედურის დროს აქ იყო. და როდესაც შეშულა ბატონ თენგიზს, რომ მას დატრომბილი აქვს, ანუ ტრომბები აქვს ქვემო კიდურებზე, მუხლს ქვემოთ, ბატონმა თენგიზმა შესთავაზა იგივე პროცედურა. და
რო ჩავიდა ამერიკაში და გაშინჯეს აღარნაირი ტრომბი აღარ ჰქონდა მას. მომავლის მედიცინა, სადაც ჯანდაცვის პოტენციალი უსაზღვროა. მედიცინა, რომლის წყალობითაც ადამიანის შინაგანი რესურსის მობილიზება ხდება შესაძლებელი და ორგანიზმი თავადვე აღადგენს საკუთარ თავს. რეგენერაციული მედიცინა ეს არის ძალიან საინტერესო, ძალიან უზარმაზარი პოტენციალის მედიცინა. ამიტომ ეძახიან მაგას რევოლუციური მედიცინა, მომავლის მედიცინა. მაგრამ ამავე დროს ეს არის ძალიან რთული მეცნიერება, უნდა იცოდე ბევრი რაღაცა, ბევრი ნიუანსი, რომ გავიგო. ეს არ არის, რომ აი საჭიროა რეგენერაციული თერაპია, ანუ აიღე ღეროვანი უჯრედი ის. ღეროვანი უჯრედი ბევრია. უნდა გაითვალისწინო რომელია, რომ პირიქით არ დააშავო იმ უჯრედით, უნდა იცოდეს ზუსტად რომელი უჯრედი უხდება ამ პრობლემას. ეგ მხოლოდ ეს კი არა, არამედ კომბინაციაში სხვა რეგენერაციულ აგენტებთან. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროცედურა, რომელსაც გაჯანსაღების მიზნით რეგმედში ატარებენ, ეგრეთ წოდებული POP პროცედურა გახლავთ, ანუ სისხლის ფილტრაცია, ოზონიზაცია და ფოტომოდულაცია. ეს პროცედურა არის ძალიან ეფექტური და არ არის აუცილებელი რომ იყოს ადამიანი რაღაცით დაავადებული. ჭირდება ყველას ჯანმრთელსაც გიჭირდება, წელიწადში ერთხელ მაინც რომ პრევენცია იყოს, რომ კარგად გრძნოდეს თავს, დაცული იყოს, იმიტომ რომ ჩვენში ყველაში ხო სულ რაღაცა აგრესორი შემოდის. ეს შეიძლება იყოს ვირუსი, განსაკუთრებით ახლა ამ სეზონში, ხო, აი ძალიან ბევრი ვირუსია და ეპიდემიებია. შეიძლება იყოს ბაქტერია, სოკო, პარაზიტი, ბევრი არის ძიმელი თონები. შემოდის ყველა მხრიდან, ხო, ჩვენში აერით, წყლით, რომელსაც სვამთ, ხო, საჭმლით. ასევე ჩვენში ყოველ წუთას ხდება სადღაც 300 მილიონი უჯრედი, ხო და ეს მკვდარი უჯრედები ცირკულირებენ ჩვენში, რაც არ არის კარგი. ან დეფექტური უჯრედი, რომელიც ჯერ მკვდარი არ არის, მაგრამ უკვე ფუნქციას ვერ ასრულებს. ამიტომ ეს არის საჭირო ამისი გამოგდება გამოყვანა ორგანიზმიდან, რადგან ისინი ჭედავენ აი პატარა კაპილარებს, რომლებიც აუცილებელია, რადგანაც ნივთიერებათა ცვლა ხდება ზუსტად კაპილარებში, ხო? აი რო გადის მაშინ აი ხდება ჟანგბადისა და აი სხვა ნივთიერებების გაცვლა გამოცვლა. ისინი ჭედავენ, რადგანაც აი ეს ერითროციტები ვერ გადიან კაპილარებში, ისინი არიან ამ კაპილარებზე ამ დიამეტრზე უფრო დიდი. ნორმალური ერითროციტები გადიან, ისინი მაგას ქვია დეფორმირებადობა, ანუ თვისება, როცა მაგას შეუძლია მიიღოს ფორმა, რომ გავიდეს იმაში. როცა არის ეს მკვდარი, ცხადია, ან დეფექტური, ან არაჯანსაღი, არანორმალური ერითროციტი, ის ამას ვერ აკეთებს და ჭედავს ამ კაპილარებს. განსაკუთრებით ეს ცუდია, როცა ესეთ სასიცოცხლო მნიშვნელოვან ორგანოებში და მგრძნობიარე ორგანოებში, როგორც არის ტვინი, როგორც არის გული. და აი ამიტომ ამ პროცედურით ხდება მის გაწმენდა და პრევენცია სხვადასხვა დაავადების. ეს პროცედურა ძალიან აძლიერებს ჩვენს იმუნიტეტს და გაძლიერებული იმუნიტეტი ხო უკვე ებრძვის იმ კერას, სადაც არის კიბო. სწორედ POP პროცედურა ჩაუტარდათ იმ პაციენტებს, რომელთა მდგომარეობას დღემდე რბილად თუ ვიტყვით, სავალალო იყო. როდესაც მე ბატონი თენგიზი გავიცანი, გავესაუბრე, მოვახსენე პაციენტის მდგომარეობა, ვუთხარი, რომ თქვენთან სხვადასხვა სახის თერაპიები რო ტარდება, ერთ-ერთი თერაპიის შესახებ, რომელიც არის ზუსტად ახლა რაც გაიგეთა, ფილტრაცია, ოზონიზაცია და ფოტობიომოდულაცია, გონი ეს შეესაბამება მეთქი ჩემი მეუღლის მდგომარეობას და მოვუტანე ყველანაირი გამოკვლევა ოპერაციის შემდგომი შედეგები და როცა გადახედა ბატონმა თენგიზმა, მითხრა, რომ გავაკეთოთ ეს პროცედურა, ჩავატაროთ და მოვიყვანე ამ კლინიკაში, ჩატარდა თერაპია, ადამიანი კარგად გრძნობს თავს, პროცედურამ ჩაიარა კარგად, არანაირი გართულება არ ქონია. ჩვენ ვიწყებთ პროცედურას, იმიტომ რომ ჯერ უნდა მოვამზადოთ მთლიანად მისი
ორგანიზმი უნდა გავასუფთავოთ მედიკამენტებისგან, ხო ის ქიმია, რომელიც დაგროვდა მის ორგანიზმში, რომ მოაშოროთ მძიმე ლითონები, მოაშოროთ ონკოუჯრედები, მკვდარი უჯრედები, დეფექტური უჯრედები, ანუ მოვამზადოთ იმისთვის, რომ ის რეგენერაციული აგენტები რო შემოვა, უკვე იყოს მათთვის აი ყველა პირობა, რომ რაც შეიძლება მეტი გადარჩეს და დაიწყოს მუშაობა. შეგახსენებთ, რომ ჩვენ რითაც ვმკურნავთ, ეს არის ცოცხალი არსება, ხო და ამიტომ ამ ცოცხალ არსებას სჭირდება შესაბამისი პირობები. და ამიტომ ჩვენ ამით ვიწყებთ და ეს პროცედურა გარდა იმისა, რომ აშორებს და წმენს სისხლს მთლიანად ორგანიზმს, ასევე აძლიერებს პერფუზიას, ხო, აი შეყავს ბევრი ინტენსიურად ჟანგბადი. და ამიტომ ის ანტიბიოტიკი პროცესები და ინფექცია სადაც არის ანუ ჩახშული და ამის შემდეგ ეს რეგენერაციული აგენტები იწყებენ უფრო კარგ პირობებში მუშაობას თავის დანიშნულების შესრულებას ხო აღდგენას იმ ქსოვილების იმ უჯრედების რომელიც არის დაზარალებული დაზიანებული ან მკვდარი ძალიან განიმსჭვალა იმედით, ენთუზიაზმით და მოვიდა ესეთი მტკიცე გადაწყვეტილებით, რომ და ჩაიტაროს ეს პროცედურა. და როგორც თქვენ ნახეთ, მართლაც კარგად ყველაფერი ჩატარდა, იმიტომ რომ არავითარი რისკები აქ არ არის. ჩვენ არ ვუსხამთ რამე ქიმიურ პრეპარატებს, ხო, რომელსაც შეიძლება გამოიწვიოს რაღაცა რეაქცია, ალერგია, აბსოლუტურად არა, ჩვენ ვეხმარებით ორგანიზმს, რომ განთავისუფლდეს ამ ქიმიისგან, შლაკებისგან, მძიმე ლითონებისგან და ამ დაგროვილი სხვადასხვა ნივთიერებებისგან, ეს შეიძლება იყოს ტოქსინებიც. უპრობლემო ჩატარდა, როგორც წესი უმტკივნეულოდ, პაციენტი ძალიან კარგად გრძნობს თავს, ახლა ამ პროცედურის შემდეგ და კმაყოფილი წავიდა. აღარაფერი აღარ მაქვს დარჩენილი, მაგრამ просто დაბრუსება მაქვს რა. ამის შემდეგ თეატრშიც მიდიოდე და ზოგი რესტორანში რომ დავნიშნო, რომ ესეთი მაგარი პროცედურა ჩავიტარე, კარგად გრძნობ უკვე დავსო და რასაც მე არ ვურჩევდი, იმიტომ რომ ალკოჰოლის სმა ეგრევე ამის შემდეგ არ არის კარგი, სადღაც 1-4 დღე, 1 კვირა თავი უნდა შეიკავონ, იმიტომ რომ იმდენად ხდება აი გასუფთავება ორგანიზმის, ხო, ამ შლაკებისგან, ამ მთელი ამ ტოქსინებისგან, რომ აი როგორც ბავშვის ორგანიზმის სუფთა აბსოლუტურად დაუცველი არის, ისე ხდება, იმიტომ რომ უცხოელები რო ჩამოდიან, ხო, ბევრი ეგრევე მირბის, რომ უნდა როგორ დღე არ უნდა გავუშვან, უნდა დალიონ რაღაცა, განსაკუთრებით თუ არიან ისინი ანგლო-საქსები, ესეთი ირლანდიელები და ისინი სვამენ ძლიერ ალკოჰოლს და ეგრევე გრძნობს ორგანიზმი, რომ აი ტოქსინი შემოვიდა. ეს იგივე რომ ბავშვს დაალევინო რაღაცა, ხო, ეგრევე იტყვის. რეაქცია ექნება ძლიერი ისე და ამბობენ, რომ აი გრძნობთ, რამდენად გასუფთავდა ორგანიზმი. ფილტრაცია, ოზონიზაცია, ფოტობიომოდულაციის შემდგომ თქვენ ნახევარში ფაქტიურად ყველაფერი დამშვიდდა. მდგომარეობა უფრო ადრე პაციენტის ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღესაც მიდის წესისამებრ. უკეთესობა ყველანაირად შეიგრძნობა. ასეთი პაციენტები ვარჯიშობის მიზნით დადიან სტადიონზე წრეს ურტყავს, ჩემი მეუღლე მაგალითად, 1 წრის მერე ისვენებდა ხოლმე. გადასკმიდან, ანუ თერაპიის შემდეგ მეორე დღესვე 3 წრე გააკეთა ისე რომ ადამიანმა არ შეისვენა, დღეს უკვე 5 წრეს ვაკეთებთ ისე რომ არც იღლება და არც ჩამოჯდომა არ უწევს. ენერგიაზე ვარ, რა შედარება კი არა, დავფრინავ და ვაკეთებ ჩემს სამუშაოს უკვე. ვერ ვიდექი ფიზიკურად. ფეხზე დგომა არ შემეძლო.
ვიწექი და მარტო ვსვავდი დღეში, ძალიან უამრავ გამაყუჩებელს. დღეში 8-10 შეტევა მქონდა, პირდაპირ გონების კარგვამდე მქონდა ტკივილი. გონების კარგვამდე. 2 კვირა რაც აქ მოვედი, დავიწყეთ ეს კურნალობა. მაქვს უკვე შედეგი, დავდივარ ფეხზე, არავით არ გამაყუჩებელს, აღარ სვავ, ვარ კარგად, ხალისიანად. მაგის მერე ვგზნობ ცოტა მსუბუქად და უკეთესად თავს. დავნიშნო, რომ ეს იყო ძალიან რთული кейსი. ახალგაზრდა ბიჭი, მაგას საერთოდ ცოტა დამძიმებული ანამნეზით, მერე მოხდა ავარიაში, მიიღო თავის ტვინის ტრავმა. ამის შემდეგ უჩვეულო სიმპტომები განუვითარდა, ხო, მათ შორის ხმები, რომელიც სულ მუდმივად აქვს მაგას, ხო? ჩემ მეუღლესთან ერთად, რომელსაც ძალიან ძიმე დაავადება აქვს და ბატონმა თენგიზმა ძალიან დიდი სიკეთე გაგვიკეთა იმ მხრივ, რომ პრაქტიკულად შეაჩერა მისი ავადმყოფობის აღმასვლა და როდესაც მოვედით და მან გაიგო ჩემი მდგომარეობა და როდესაც ვისაუბრეთ, შემომთავაზა ეგრეთ წოდებული ფოფი, რაც ნიშნავს ფილტრაცია, ოზონიზაცია და ფოტომოდულაცია. უკვე დავიბახსოვრე, რომ ძალიან წაბადგა ეს საქმე. და როდესაც ეს გავიკეთე პირველად 2 წლის წინათ. ჩემთან შევატყვე, რომ უკეთესობისკენ მივდივარ და გავიმეორე კიდევ ამ წლის დასაწყისში. ანუ 2 ჯერ გავიკეთე ეს პროცედურა. და რა ვიცი, ახლა ასე მგონია მთელს გადავაბრუნებ, რა თქმა უნდა, ახლა უკვე რა თქმა უნდა ეს აღარ არის შესაძლებელი, მაგრამ იმ დონეზე, რაც ახლა ჩემს გარშემო ჩემი მეგობრები არიან, რაღაც უფრო ჯანმრთელად ვზნობ თავს, ვიდრე ისინი. ეს პაციენტი რომ მოვიდა ამ თავისი ძიმე გულით, ხო, პირდაპირ და გადატანით მნიშვნელობით. ჩვენ ჩავუტარეთ მაგას აი ეს ფო პროცედურა და რას აკეთებს ეს, ნუ ჯერთი ის წმენს ამ გრაფტებს, რომელიც არის წმენს იმ ადგილს ამ სტენტებს საერთოდ ვიძახი, ხო, ზოგადად ზოგს მხოლოდ სტენტები, ზოგს ოპერაცია, ზოგს ერთობლიობაშია ეს პროცედურები და იმას წმენს და გარდა ამისა იქ კორონარული არტერიები, სადაც იწყება უკვე ხო ათეროსკლეროზული ფოლაკების აი ზრდა და ბოლოს ისინი იზრდებიან და ხდება გადაკეთება მთლიანად ამ სილზარღვების, რომელიც ამარაგებს, კვებავს გულის კუნძს და ამიტომ ხდება მათი აი გაქლიბვა და გაწმენდა და ადამიანები ხო ესეთი პაციენტები უკეთესად გრძნობენ თავს. ანუ მე ის მინდა თქვა, რომ აი ამ პროცედურამ ჩემზე როგორც მორალურად, ფიზიკურად ყველანაირად ძალიან დადებითად იმოქმედა. ამიტომ უწოდებს სხვა პაციენტებსაც, ვისაც აქვთ რაღაც ტრავმები, თავისი ან ინსულტი, ან კიდე სხვა რაღაცით გამოწვეული, ან თუ გინდათ დეპრესიები, პანიკური შეტევები, თუ გინდათ ასე. ამიტომ ჯობია რომ მოვიდნენ რომ ერთი პროცედურით, რომელიც გრძელდება მხოლოდ 45 წუთი, მოიხსნეს პრობლემა. ანუ მეორე დღეს უკვე ადამიანი დგება სულ სხვა სტატუსში, სულ სხვა შეგრძნებით. ანუ ეს ბედნიერების შეგრძნებით რო იღვიძებს, იმიტომ რომ ორგანიზმი მაგას კარნახობს, ანუ დადებით სიგნალებს უგზავნის. საერთოდ უიმედობა იყო და არც ვაპირებდი იქ თან ვიზიტს, ყველა იმედი გადაწული მქონდა, ძალიან ცუდად ვიყავი, ფეხზე ვერ ვდგებოდი. საერთოდ ვეღარ ვდგებოდი ფეხზე. პროცედურიდან იმით დავიწყოთ, რომ ფერების აღქმა დავიწყე მეორე დღეს. და საგრძნობლად გაუმჯობეს და ჩემი დავდივარ, მოვიმატე,
სულ სხვა ხალისი მომეცა მეორე დღიდანვე, რა ვიცი. და თავს უფრო ძალიან ბევრად უკეთესად უგრძნობ, ძალიან დიდად შეიცვალა ჩემი ცხოვრება. დეპრესიული ფონი, ტკივილები, გაუძლურება, საერთოდ აი ფეხზე ვერ ვდგებოდი. დეპრესია ხო საშინელი და ამასთან ზედაყოლებული დღეში 8-9 შეტევა ტკივილი, რომელიც ყველა შეტევაზე გონებას მაკარგინებდა. ძალიან დიდად იმოქმედა, აი რა რადიკალურად იმოქმედა, რომ პირველი იმით აღნიშნავ, რომ აქამდე ჩემთვის ყველაფერი ბუნდოვანი იყო. ბუნდოვანი იყო და ვეღარსად წერტილს ვერ ხედავდი ნათეს, საერთოდ ყველა იმედი გადაწყვეტილი იყო. მეორე დღეზე ფერები დავინახე, აი ყველაზე მაგარი რაც იყო, ფერები დავინახე და ძალიან მაგარი. ტვინის უჯრედები ისინი ძალიან გრძნობიარები არიან, ხო, ტვინის უჯრედები ან ნეირონები ყველაზე მეტ ჟანგბადს ითხოვენ და საერთოდ წარმოიდგინეთ, ტვინი მხოლოდ 2%-ია მთელი ჩვენი ორგანიზმის, არა, სხეულის და საჭიროებს 20%-ს ამ მთელი ენერგიის და აი ამ რესურსების, რომელიც შემოდის ორგანიზმში და ასევე ჟანგბადის, იმიტომ რომ თუ გული ძალიან გრძნობიარია, მაგრამ გულში შეუძლია კიდე რაღაცა წუთები გაძლოს, ხო, ჟანგბადის გარეშე ტვინისთვის უკვე წამებზეა ლაპარაკი, ამიტომ პატარა იქ შეფერხება, ხო, აი ჟანგბადით მომარაგები შეფერხება, აი ეს სილთმიმოქცევის და რაღაცა უკვე იწვევს სერიოზულ პრობლემებს. ამიტომ რაც უფრო ადრე მოვა ჩვენთან პაციენტი, ხო, ასეთი პრობლემით მით უკეთესი. ანუ თუ მოვა რამოდენიმე აი თქვათ მოხდა და ჯობია რამოდენიმე დღის განმავლობაში, ხო, მით შეიძლება სრული აღდგენა აი იმ პროცესების, ანუ არც კი დაიწყება მაგას, თქვათ პარალიზება რაღაცა ან სერიოზული ესე იგი გვერდით მოვლენები. როგორც უკვე აღნიშნეთ, რეგენერაციული მედიცინა იყენებს სხეულის ბუნებრივ უნარს განკურნოს და აღადგინოს ქსოვილები. ღეროვანი უჯრედების თერაპია კერძოდ გულისხმობს პაციენტის საკუთარი ღეროვანი უჯრედების და დონორის ღეროვანი უჯრედების გამოყენებას აღდგენის პროცესის სტიმულირებისთვის. უზარმაზარი პოტენციის უჯრედებია კაი შედეგებით და ჩვენ იმედი მაქვს რომ ახლა ეს პაციენტიც გამოკეთდება. მართალია ერთი სესია, ანუ ერთი პროცედურა არ არის საკმარისი. დღეს გაკეთა კომბინირებული, გაკეთა ფოფი, გაკეთა შეყვანილი იყო სხვადასხვა კომბინაცია რეგენერაციული აგენტების და მერე მხოლოდ შემდეგში რამოდენიმე სესია დაჭირდება, ის იქნება მხოლოდ რეგენერაციული აგენტები, კომბინირებული წითელ სხივებთან და ასე შემდეგ. სპორტსმენებიც მოდიან, ისინი არიან ახალგაზრდა ბიჭები, მხეცები, პროფესიონალი, ხო, სპორტსმენები, განსაკუთრებით ფეხბურთელები და რადგანაც მაგათ პროფესიონალებს ესეც აქვს დიდი დატვირთვა, მაგათ ჭირდება გაწმენდა ამ ორგანიზმის, რადგანაც ამ ვარჯიშებისგან, ან შეჯიბრებებისგან ხდება ბევრი ეს გამოყოფა სხვადასხვა ნივთიერებების, რომელიც ის ილექება და უნდა გამოიყოს. ანუ ამ დატვირთვებით კიდე ისინი ძალიან იღლებიან, ცხადია და მაგას ჭირდება დროს, ანუ მოხდება მათი აღდგენა. ეს პროცედურა ხო ძალიან აჩქარებს ამ პროცესს, ამოკლებს, შეიძლება ეგრევე მეორე დღეს გრძნობდე, რომ ისევ ფორმაში ხარ, ანუ ისევ დაალაგებს ყველაფერს, ამ შლაკებს გამოიყვანს და ამიტომ აი სპორტსმენებსაც ჭირდებათ, ვისაც გონია რომ ჯანმრთელია და კარგად არის, კი ბატონო, ეს ასეა, მაგრამ თქვათ ყოველთვის ფორმაში რო იყოს, რომ მზად იყოს, აი ეს ნებისმიერი გამოწვევებისთვის ჯობია რომ გაიკეთო. პაციენტის ინდივიდუალური საჭიროებების გაგება, პერსონალიზებული პრაქტიკის უზრუნველყოფა, არაინვაზიური ტექნიკები, რაც განაპირობებს მინიმალურ დისკომფორტს მაქსიმალური შედეგით. ასეთია კლინიკა რეგმედის კონცეფცია. მეთოდიკა, რომელიც როგორც თავში აღნიშნეთ, სხეულის თანდაყოლილი პოტენციალის გამოყენებაზეა დაფუძნებული და სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს მთელ მსოფლიოში.
მე შემთავაზეს ლექციების კითხვა, რომ ისწავლონ სტუდენტებმა უკვე იცოდნენ რა არის რეგენერაციული მედიცინა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება ახლა მთელ მსოფლიოში და ამერიკაში ყველა დიდ უნივერსიტეტში უკვე ასწავლიან მაგას. ჰარვარდში არის უზარმაზარი ერთი კორპუსი, რომელსაც ქვია ამ კორპუსს ჰარვარდის ღეროვანი უჯედების ინსტიტუტი. იმდენად მნიშვნელოვანია და ანუ ყველასთვის გასაგები გახდა, რომ ეს არის მომავალი, ძალიან ბევრი ნობელის პრემია არის მიღებული ამ დარგში, რაც მაჩვენებელია, რომ მომავალი მედიცინის არის ეს გზა. ეს არის ძალიან საინტერესო მეცნიერება, მაგრამ ბევრი კიდე კითხვები არის, ბევრი კიდევ არის საჭირო, მაგრამ ძალიან ბევრი სტატიები გამოდის ახალი და უფრო მეც და მეც ვგებულობთ ასე რომ მომავლის მედიცინა ეს იქნება პრევენციული მედიცინა. უკვე არ იქნება საშიშროება, რომ შეიძლება განვითარდეს რაღაცა სერიოზული პრობლემა, იმიტომ რომ აი გენეტიკურად მე მაქვს ცუდად გული, ანტვინი აბსოლუტურად არა. პაციენტი მოვა და იტყვის, რომ მე მინდა რომ აი შემიყვანო თქვენ გამიკეთოთ ეს, რომ მე არც კი დამემართოს მომავალში რამე და ეს იქნება და ეს არის ნამდვილი მედიცინა, პრევენციული მედიცინა. ასე რომ შესაბამისი ინფორმაცია, გადაწყვეტილება გაიუმჯობესოთ ან უბრალოდ შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა და კლინიკა რეგმედი თქვენ სამსახურშია. ინოვაციური მკურნალობისა და გაჯანსაღების მეთოდებით, რომელთა ეფექტიც საქართველოში უკვე არაერთმა ადამიანმა გამოსცადა. იმაზე დამითანხმეს, რომ უბრალოდ მოსულიყავი და გავსაუბრებოდ. და გავსაუბრების შედეგი და მკურნალობის შედეგს კი უყურებთ აგერ. თუნდაც თუ ერთი ადამიანი მაინც გამოჯანსაღდება ამ მეთოდით, ჩემი საუბრის შემდეგ ვერც ბალნობა შევჭირა, რომ მეც რაღაც წვლილი შევიტანე აი ამ სიკეთეში.